მოვლენის მოსწრენი გავხდით. უბრალოდ დიდი მოვლენის მომსწრენი ვიყავით თელი ეს 50 წელი, რაც იგი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. იგი მანამდეც ძალიან ბევრს მოღვაწეობდა, ეს არის 50-იანი წლების დასასრული. ალბათ 20 წელი, ალბათ მეტი სანამ პატრიარქი გახდებოდა, ძალიან ბევრი იშრომა მან და შემდეგ გახდა კათოლიკოს პატრიარქი და ფაქტიურად მეც მომსწრე ვარ ამისი, აი ფერფლიდან პირდაპირ გაგები სხვათა შორის, როგორ აღადგინა და როგორ გაამშვენა და გაალამაზა და გააწყო ეს ეკლესია. მე მომსწრე ვარ დღევანდელი საპატრიარქოს ტერიტორიაზე. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერე ეს იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ხელოვნებაცოდნების ინსტიტუტი და ეს ინსტიტუციები რო გავიდნენ იქიდან და საპატრიარქო რო გადავიდა იმ დღეს შენობაში, ესე იგი რა ხდებოდა გარშემო, აი როგორი უბადრუკობა, როგორი ხირიოკი იყო გარშემო ყველაფერი და სათითაოდ თავში ხელით დარგო ეს მცენარეები. აი ხა დღეს იქ რა ბაღიც არის, ყველა მცენარეს აწერია თავის სახელი და ყველას ამ მოვლის ამბავი იცოდა. და ესე იგი ჩვენ ამას შევეჩვიეთ. და დღეს ეს ბაღი დარჩა ბაღის გარეშე. და მე ხა ლაპარაკობ პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც. და შემდეგ საპატრიარქოს შენობაში გამოყო დიდი ოთახი, სადაც მოაწყო ზამთრის ბაღი ოთახში. ანუ რაღაც ათბურებით. იქ საერთოდ უნიკალური მცენარეებია. ხო და მებაღი აღარ არის, მაგრამ დაგვიტოვა წესი. როგორ უნდა ვიცხოვროთ. როგორ უნდა მოუვაროთ იმ სულიერ ნერგებს, რომელიც მან დათესა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და აი ამ ქვეყანაში. და მინდა გითხრათ, რომ ერთის მხრივ რამდენადაც მძიმეა მასთან ესე ფიზიკური განშორება, მეორე მხრივ მორწმუნე ადამიანის გული სიამაყით ივსება, რომ აი ვინა ვართ დღეს ჩვენ, ჩვენი პატრიარქის წყალობით. აი იმაზე უნდა ვიფიქროთ. იმაზე კი უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაცა დავკარგეთ, არაფერი არ დაგვიკარგავს. იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ აი რაც არ უნდა ქონოდა წესი და გაგვაჩნია. მერთმა აცხონოს და ნათოსი დააწესოს მისი სული.